დღეს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კიდევ ერთ პროექტზე მოგიყვებით. ეკონომიკური აგენტის მხარდაჭერის პროგრამა. ასე ეწოდება დევნილთა სააგენტოს პროგრამას, რომლის ფარგლებში განცხადებების მიღება უკვე დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკას და დანადგარებს 7500 ლარის ფარგლებში შეუწყიდის. გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვს და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1 იანვრამდეა რეგისტრირებული. ბიზნეს გეგმა თანდართულ საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 31 მაისის ჩათვლით მიიღება. შემდეგ მისამართებზე თბილისი თამარაშვილის 15A, გორის სამების ქუჩა ნომერი 1, რუსთავი ცურტაველის ქუჩა 5A, ზუგდიდი დავით აღმაშენებლის 106, ქუთაისი აბაშიძის გამზირი 27. პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და მეწარმე დევნილებმა, ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა, რათა საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო მეტად განავითარონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე.